მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ჭამე ანაჭამეს ახალი ეპიზოდი და ჩვენი სტუმარი არის დღეს ნიკოლოზ რაბანოვი. დავახარ ძმა, ჩემი სახელი მაყურებელმა პირველად გაიგო. ყველა რაბანას სახელი ცნობს და ჩვენ ჯერ ოფიციალურად წარდგენას ვაკეთებთ და მე უკვე ზედმეტ ჩემი რაბანათი მომართავს ხოლმე. ჩვენ სტუმარია რაბანა. აჰა, ის ამბობს დავტოვოთ. მადლობა, ცოტნე. მართლა. გაბაზარდა, ცუდად გაბაზარდა რა. სინდისო ხალხი ხარ. მე სხვათა შორის მინდა აღვნიშნო ერთი რამ. მადლობა პირველ რიგში შენს მაყურებელს მივესალმები, არაჩვეულებრივი წამოწყებაა ბიჭებო. ესე შემოვარდა YouTube-ზე არ შეიძლება გვაცადე ხალხი ვაკეთებ რაღაცებს წლებს. ცოტა რო შეანელოთ რა. ამხელა გარდასახვა არის იმ ფილმიდან თანოსის როლში რომ იყავი და როგორ დაგიფასდა ის ყველაფერი და როგორ ბოგინობდა შენამდე კალა. მე ძალიან მიხარია რომ დაგიფასდა და შენი გადაცემა გაქვს და მე დიდი სიამოვნებით უყურებ კალას დაუნფლს რა. აი გამეხა ჩემი აღმავლობა უნდა დაიწყოს და კალას დაუნფლს. რა თქმა უნდა და მე დიდი იმედი მიუხედავად იმისა რომ კაცი ჩვენს არ დაუწერია ჩემზე. რამადა მოიყვანეთო. უგრესი მადლობა. იმედია მაყურებელი ისიამოვნებს ჩემი ლოღოდით. აბა დავიწყოთ ხარ შესანიშნავი ადამიანი ძმაო ძალიან მხიარული და მადლობა რომ პირველ რიგში გვესტუმრე და გვეწვიე. ყოველთვის გვინდოდა რომ ყოფილიყავი ჩვენთან ერთად. ასევე სანამ გადავალთ უშუალოდ საქმეზე პირველ რიგში მინდა მივულოცოთ ჩვენს მაყურებელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გილოცავთ მეგობრებო და ბრავოს და გაერთიანებული, გაძლიერებული და გავამაზებული საქართველო გვენახოს უახლოეს მომავალში და ამისთვის ვიბრძოლ ყველამ ერთად და ყველამ მაგრამ. ჭიქას რაც შეეხება სულ ცოტა ხანში სასმელი წამოგვივა. აი აქვე სადღეგრძელოა და აქვე ძმაო შენიშნებართვით. ბავარია ჩვენი მეგობარი ლუდია, რომელიც გვერდში დაგვიდგა და უღმესი მადლობა მათ ამისთვის და ლუდი ნაკურთხია და საქართველოს გაუმარჯოს. აჰა მე მოგიჭახუნებ უბრალოდ დალევით ბოდიშის მოძიერებული გვენახოს. საჭესთან ვზივარ და სახში წავიღებ ამას თუ გამატავ და იქ დავლებ. კი რა თქმა უნდა. აქვე მე ხელს არ იღებს აქედან არავის არ უშ გარდა იმისა. ნატახტარის ლიმონადი. და ეს ნატახტარის ლიბორაცი შე. ასევე ეს ძმაო ჩვენგან ლუდისას ნაკრები და ბავარიის კომბინირებული მარტო ჩიფსები როდეოს ისცო? ჩაგიდე ბავარიას, მაცივაში. რა შამი გაგჭის ბიჭო ხალხი გიყურებს. ცოტა რაღაცა მორიდება უღრესი მადლობა. არაფერს. უსაჩქროდ რო არ მიშევთ აქედან. გენაცვალ. ამასთან ერთად თანხასაც წავიღე. მეგობრებო, გთხოვთ რომ აუცილებლად გამოიწეროთ არხი და ალაიქოთ ვიდეო და დაგვიწეროთ კომენტარები ვისი ხილვა გსურთ. შემდეგზე რაბანა ხედავთ არ ეწელა, მაგრამ მაინც მოვიდა. ვისი ხილვა გსურთ. შემდეგზე და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღსანიშნავად ჩვენ გვაქვს ქართული კერძების დღე. და რა კერძები? ამიტომაც როგორი სიმბოლურია რომ მე როგორც ყველაზე დიდი ქართველი ჩვენ გვაქვს ახლა მოცემული 12 კერძი. ეს არის ხაშლამა, მაწონი, ჩურჩხელა, ლობიანი, ხო, თუ სწორად მივხვდი, აჩმა. ეს არის ნადუღი, ჭვიშტარი, ხალეული, პომიდორი, მჟავე. მჟავე პომიდორია, ხო. ფერზე ეთყობა სხვანაირად, ხო? მე რო დალტონიკი ვარ, ალბათ მაგის ბრალია. კუპატი, ხინკალი და ბადრიჯანი. ეს 12 კერძი გვაქვს მოცემული, მაგრამ როგორც ხედავთ, ციფრები არის სულ რაღაც 8. ანუ 12-ვე თამაში მონაწილეობას არ მიიღებს. ეს გაქვს დასახმარებლად უბრალოდ რომ მოიტყო. ეს ლალიწყეს ხო რა შემოიტანს. რა თქმა უნდა, კი. ჩვენმა პროდიუსერმა გადაწყვიტა ეგ ყველაფერი. 1-დან 8-მდე გვაქვს ციფრები მოცემული, ეს ციფრები ნიშნავს თუ რა რაოდენობით იქნება კერძი. ჩვენ არ ვიცით ამ ციფრის უკან რა იმალება. რიგრიგობით ავირჩიოთ ნებისმიერი ციფრი. ასევე გვაქვს თითო დახმარება, ლუდისას დახმარება, ლურჯი, მწვანე და წითელი და ერთი დახმარება გაქვს შენ დამატებით, ეს არის კითხვის ნიშანი, სადაც შემოგივა რაღაც ჩელენჯი ან რაღაცა გასაკეთებელი გექნება და თუ შეასრულებ, ფული დაგერიცხება. და მაგით შეგიძლია არის რომ ანუ დახმარებებით ჭამას თავი რა. გასაგები. თუ შეჭამ კერძს 3 წუთი გაქვს კერძი საჭმელად, რაც ამოგივა. თუ შეჭამ შენ დაგერიცხება 150 ლარი, თუ ვერ შეჭამ ჩამოგაკლდება 100 ლარი. მე ზოგადად ესე მიყვარს და სტუმარს ვთხოვ. კარგი იყოს მასე. მოდი ამას ჩავწევ დაბლა უკეთესია. მე მინდოდა რომ მასპინძელს დაეწყო, მაგრამ რადგან მასპინძელი ასე იძახის, რა უფლება მაქვს რომ შევეცინააღმდეგო? აბა რას ფიქრობ, რომელ ციფრს აირჩევ პირველს? მოდი იყოს 7 ნომერი. 7 ნომერი გამზადებულია. შეგიძლია დააჭირო ღილაკს. და ამ ღილაკზე 100 ჩამოსვლა? რა თქმა უნდა, გენაცვალე. კარგი, მე როგორც ვიცი, ეს უნდა გავხსნა. დიახ. მაგნიტებია? აიხებო შიგნით. რაღაცა ისეთია, გული გაუს. არა, ის არის. აი ეს არის, რა ქვია მას? რა არის ეგ? ნადუღი და სულ გუნში გახვეული ნადუღი? კი. რატო იქონდა რეაქცია რომ
ბევრია ძალიან. 7 ცალი გეტყვი ხარ რამდენი ცალია დავითვლე წამი? 2, 4, ხო 7-ია. საიდან იცი რა 7-ია? მოიცა რასაც ვიღებ იმდენი. მოიცა ხო თქვი არ არისო ეგრეო. ეგრეა? კაი არა უშავს. 7 ცალი აი ეს არის. მიირთვით გენაცვალ. ნადუღი დიდად არც მიყვარს. გახსოვს მე რო თქვი რომ გულახდილი კაცი ვარ მეთქი? გულახდილი კაცი რა ეგ რა მარტივი საჭმელია. არ მოვიტყვე. შენ გაქვს ამის საჭმელად 3 წუთი. გავიგე, მიდი ჩართე, აი ბეკარ. ჩართე. აი რა უნდა მაგის ჭამას. 1, 2, წავიდა. დამენძრა შემ. რატო? ეგ ცუდია? შანსი არა მაქვს. რა შანსი არ გაქვს? კაი რა უნდა მაგის ჭამას, ბიჭო, ძალით გადაყლავე პროსტა. შანსი არა მაქვს. რა არის ეგეთი, ჩემი ქვილი რო ჩაიყარო, ხო იცი ხა? აი ეგეთ შეგრძნება, ანუ უცებ ვერ იზავ. ძალიან დიდი დრო. მიდი, დავაი. მაინც მოახერხე, დახრენა დრო გაქვს. ვაიმე, დავნებდი. დანებდი? კი. ჯერისერაც პირველი შემთხვევა ამ გადაცემაში, არა. გენდობიზმაო რო ეგეთი ცუდი შეიძლება ვცადო. მიდი, ცადე. ერთი პროსტა მოკმიჩე. აუ ხობო. პონტია ძმაო. ხო შანსი არა. მე თან დიდი მოკანთლიან ჩავიდე. დაგახჭობდა. ეხლა ეს უკვე ძალადობაა ჩემს და მართლა. თეორიულად შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ არა. 3 წუთში ანუ არ ვიცი რა მონსტრი უნდა იყო. გეჭხირება, ყელში გეჭხირება, ვერ გადაყლაპო. არა, რთულია ბაზარი არა. პირველი შემთხვევაა სხვათა შორის რომ კარგია, რაღაცა პირველი ხო. ჩვენს გადაცემაში მინუსებში. არა უშა სამუქაჩავ. მე დიდი იმედი მაქვს მაგის. მე გულშემატკივრობ მაინც, იმიტომ რომ ძალიან მიყვარხარ და გაფასებ და ამიტომაც ვიღებ ნომერ 6. კიდე რაც შეიძლება, რაც დავამუღამე ამ თამაშში რა. არა, მე შენ არ გისმენ საერთოდ არა. კაი, არ მისმენ და იყავი მასე. ნომერი 6, ჩემი არის. ისეთი რაღაცეები როგორიც არის, მაწონი, გიგისთან მქონდა საოჯახო ნაყინი. ეგ ხშირ შემთხვევაში ამოდის 1-ზე და 2-ზე რა, მაქსიმუმ. ჩურჩხელა არ არის. მოკლედ იცი რა არის, მე შენგან სიტყვა არ მინდა, შეგიძლია ჭამო. რატო იქნება? კი. იქნება დავიჯერო. შეგიძლია ჭამო. არა, გეფიცე. არა, მართლა, შენს ბოლოს ვიცაო. მარტივესი რაღაცა არის. მომატყუები. აი, გეწყინება. არა უშავს, არა უშავს. ახლა თუ არ გეწყინებს. არა უშავს. შენ საშენოთ არის ყველაფერი გაკეთებული აქ ისედაც 6 ხინკალი, კაია. მე 6 ხინკალს ვერ შევჭამდი ნაღდად. კაი, დედას ვიცაო, რომ გემოზე იმას 100% ვიცი რომ აჯობებს. არ გაქვს საწუწუნო საქმე. კუჭების გარეშე უნდა ვჭამ, ხო? არა, კუჭებიანად კაცო. მე კუჭებიანად ვჭამ მაგალითად. კაი ხო კუჭებიან. და ეხლა თუ რამე დაწოვა. ო, რა ვიცი ხა. 3, 2, 1. ვარა, კაი, აქედა რომ უყურებ რომ ვიღაცა ჭავს. ჭკუჭიანად. მე კაი, ოკეი, კაი. ბიჭო, მართლა ცოტა ნელა ჭამე, ცივი როა შეიძლება გადაგცდეს. კაია, ეს ისეთი ძიმი არტილერია ჭამე ხა შენ, რომ დაგამძიმებს და მერე გაგიჭირდება. ეს 150 ლარი შეიძლება გააგდრო შენ ძმობას ფიცაო, ძალიან ეხა გაწითლი, თვალებზე გიყურებ გაწითლებული ხარ. ვა, ნეტა ვის ვინ გააჯავრე? ავიგეშველიცო. ვინ გააჯავრე? სხვათა შორის არ არის ცუდი. დარწმუნებული ვარ მაგაში. მოიჭი ძალიან იზია. 1 წუთში ჭამე 3 ცალი. ამით მე რა. ვიცი. მაგიტო ვიძახი, ანუ კარგად დაიწყო ძალიან. შენ კი შეჭამე 150 ჩაგერი ცხება, მაგრამ ბავარიამ გაიხარო, ჟემინა. ჩამატანინა. რაღაცას ვეტყოდი უბრალოდ უფროსი კაცია და ვერ გაუბედაო რა. რა ვიცი. ამ ხელა კლავები აქ არ შემომცხოს. არა კი. ასრებ, პიზდეცი რო ვიცი, მაგრამ ასრებ. მე ჩემი აზრით შეცდომა იქ დავუში რომ კუჭებიანად არ ჭამე თავიდან. მე უფრო რთული არტილერია მაგის მიღება. მაგარი სიკვდილია ეს გადაცემა. სხვათა შორის ლაპარაკი შემიძლია. რა სად მუყავა, რომ მუყავა, დამიძახე იქ. გვერდით რო გაწყობილი და დაგელაპარაკებით რა. ეს რანაირად უნდა ჩაუთვალო. ამას უთვლი სერიოზულად. კაცი ეხა გადმოაფურთხეს, გული აერევა. თვლით? -200 ლარი ლალის ჯიბეში. ჩემი აზრით მეგობრებო, შეცდომა დაუშვა იქ რომ კუჭებიანად არ დაიწყო თავიდანვე ჭამა. ბიჭო, მე მართლა ფულის გამო ვარ მოსული, აი ისე მჭირდება ეხა და ეხა ისეს ნუ იზავთ რომ ლალის გასაგუნდად მინდა ვთქვა. ლალი ძალიან გთხოვ. ესეთი პრეზიდენტის არ ყოფილა? ნუ რა უნდა. ეგრევე მინუსებით რო დაწყებულა, ხო? ეგ განსაკუთრებულობა დამზდებს სხვათა შორის რა.
დამძდევს და ვერ გეწევა. ოღონდ მინუსებშია. სამი თუ ფორტუნა არსებობს, ვერაფერს ვერ ვიგებ. ჯანდაბა, ყველა რთულია, ჩემი რანაირი საჭველებია. ერთი იყოს ამის. მაწონია მოა, ეხა ხო ვიცი ჩემი. უეჭველი. არ არის აუცილებელი მაწონია. შეიძლება მაწონი ვაფშე არ იყოს არც ერთ გუნდში. შესაძლებელია. ეგეც გაითვალისწინე და გარდა მაგის შეიძლება ამოვიდეს ლობიანი ერთი დიდი. ან ერთიც არის ჩურჩხელა, რასაც გეტყვი რომ საკმაოდ რთული საჭმელია კახური ჩურჩხელა დიდი. ასე ამხელა. არა და მარილი ჩავიყარებ პირში დაწყებამდე და რატო? სხვა რამე რო შეგეხარები. შეოხერო კაცო. რა ისეც. კაი, როგორ გითხარ? ხედავდი? მაწონია. შენ გულწმელი კაცი ხარ. გულახთ. ჯერა, მიერთვი. არ ვარ წინააღმდეგი მიერთვი. და ეხლა ვარ იყოს მაწონი. ცო, შენ ჩემ გულწრფელობაში არასოდეს შეიტანო. აუ, კაი, ეგეთი მარტივი საჭმელი მაწონია, მაგას რა უნდა და ახური თავზე. ეხლა ვაპირებდი მოყოლებას, ხო იცი? კიდევ კაი. ერთი კითხვა, თავარი. ამას რო დავლევ, მე ენითაც ხარ და იმასა ვქნა, რა ვიცი, ეხლა გამოწმინდეო და გამოშინეო არ ვიცი. შევხედაო რა. 3 2 1 წავიდა. ეს ვიგვაქვს რომ 3 წუთში ჩაეტიე. ეგ არის კონკრეტულად იმ ძროხის რძისგან გაკეთებული, რომელმაც ყველაზე მეტი სკლინტ ჭამა. უსინდისო კაცი. ნახე რა მარტივად გამოგრო. ბიჭო, მე მეგონა რთული იქნებოდა და. არა, მე ის რო იცოდი წყალსა ძალიან მალე ვსვამ. აი შემილია რომ გადავკრა 1 ლიტრიანი და აი რაღაცა ჩავჯდე რაღაცა. შესრულდა. გილოცავ რა ბან 50 ლარი. შენ სანგარიშზეა. ღმერთო ჩემო, არ არსებო. მაგარიც უყი იყო სხვათა შორის. ეჭვიც არ მეყარა. მართლა. ახლა რამდენი წაიღო? 900 ლარი. ბოლს. იმან რა ქვია გიგიმ? გიგიმ რამდენი წაიღო? 700, ხო? 600 1900 ხდები რა მჭირდება ეგორება არ დაგინახავთ მაგრამ ანიშნებდნენ შიდასიო და 2000 3000 აი 700 კი არ მანიშნებდა 600 და 600 ჩენდა კაი და 700 არა უშავს გამრავლების სტაბულა არც מחარა მიცის აх ჩემი რა ცუდა ალბათ რაღაცა გამრავლების სტაბულა სად არის თითი უნდა მიუმატო აი ამას აშკარად არ გამომართლა მაღალბა ციფრებმა და რომ გვიანი შენ შეხვდეს თან და სახე გაგძბრეს ასე რომ ავირჩევ სამს აქვე შევახსენებ რომ ჩვენ არხიც უნდა გამოიწეროთ, იმიტომ რომ 20000 გამომწერზე გელოდებათ გარკვეული სიურპრიზი გამომწერებთან ერთად შევარჩევთ გამომწერებს, ვისთანაც ერთად გვექნება ჩელენჯები, თამაშები, გართობები, პრიზები და ესე შემდეგ. და მე ვირჩევ ციფრი ნომერი 3. საინტერესოა 3-იანში რა იქნება. ანუ ყველა ჯერზე შემიძლია წავიღო შენთვის ამოსული საყვები? კი, როცა რამდენჯერაც გინდა. ეგრე რომ მოიქცე, რამდენს გაკაჩავრო? მესმის. ეგ არის საკითხი. აი შეჭამს ამას. რა არის? ჩურჩხელა. სამიცალი? ხო, დაჭრილი ეს. კუბიკებად? არა, კუბიკებად არა, სადღაც ამ სიგრძეზე. მე მგონია რომ არის ტყუები. რა მაინტერესებს, რომ რამე ჩურჩხელა რითია? ნიგზიანი ეს არის, კახური. შენ რა იცი რომ ნიგზითაა? ეგრე ვერ დააკვირდებოდი ფიზიკურად. გარედან ეხა კახური ფერზე კახურია და ნიგზით კეთდება. მასე ერკვევი ფერებში? ფერებში ვერ ვერკვევი, დალტონიკი ვარ რა. ხო და წეგან ვიცი და ფერზეო და ფერში ისე ჩაებღავ. ცხილის ის ხო გინახავს ჩურჩხელა როგორი წვრილი და ის არის. გინდა ვიღო ზომები? არა, არ გინდა. ზუსტი ზომები გინდა? არ გინდა, არა. აჰა. არგი მოდი, იყოს, მე ავიღებ. შენ აიღებ? აი. ჩერჩელა არა, მაგრამ კუპატია ნაღდი, იმედია გაცხელებულია. იყო ოდესღაც. არა, მოთფო არა, თბილი ვარიანტია, და გამიმართლა. რამე კეჩუპი, რამე ძმებო არ არის? შენ რას ფიქრობ, მე შევძლებ ამის? ბიჭო, ჩემი აზრით ძალიან მარტივია, მაგიტო ვიჩალეთ რომ ჩურჩხელა და ის არის მეთქი რომ იქნება უარი გეთქვა იმდენ რომ ჩურჩხელა ძალიან რთული საჭმელია ეხლა. ეს ძალიან მარტივია, მე ისეთები გადამიყლაპია. საკმაოდ გამოცდილი ვარ, მარტივად შევჭამავ. საკმაოდ დიდი ზომაა. ვიღაცა შეიძლება პატარა ეგონოს, მაგრამ ჩემი აზრით საკმაოდ დიდი ზომა არის. რა ვიცი. ვიზუალი როგორ მოგწონს მაგის? სხვათა შორის არ არის სულ ვიზუალზე. დავასვი ვშიდებ. 3 2 1 წავიდა. აუ რა მშრალი, იმედია მშრალია, სასტიკად მშრალია, ხო? ეთყობა. ერთი წუთი გაქვს ერთი საჭმელად, ანუ დრო გაქვს რა ბლობად. არის ჩქარო, მიაყოლე, რაც გაგისხარდება. ჩიპსი მიაყოლე. შველისო, გადააქვსო კარგად. ადაო, ეგრე რთულად ჭამ. ვა, ეგეთი მშრალია, ბიჭო. თურმე ქონია ზომას მნიშვნელობა. აუ მე მგონი ვერ შეჭამს ეს. ნედი უნდა აჩქარდე ცოტა, თორე ყველაზე დიდი დაიწყე, ყველაზე პატარა მოიტოვე ბოლოს.
აუ, არა, რაღაც სახეზე არ მომწონხარ აბა. ვერა, რთულია. რა გითხრა ძმაო, შენ გინდო და შენ აირჩიე მაგი. ისე მაგას ხო ვერ ვიხსენე. მეგრული არის, რომელიც არის დაკეპილი ხორცით და იმერული არის ფარშით. ხო სწორად ხო? თავარია გულზე არ დაგადგეს. ისე. თავს გაუფრთხილდი. ფული ამათ არ ღირს. ჩვენს დაგვიტოვე რამე. აი თვალისწინე რომ ამის მერე შენვე ირჩევ და შენვე ჩავ. აღარ უჩარებ. ხედავთ მეგობრებო, როგორ მოხმედებს מחარას უმსგავსობები YouTube სამყაროზე? ყველას გვასწავლა უკვე. აუ, რამსრალია, ბიჭო, ამაზე მეტი სიმსრალე. მიაყოლე, წყალი მიაყოლე. არა და ლუდი არის ყველაზე კაი მაგ დროს. გაამზადეთ დასარიწყე 150 ლარი. მე ბიჭო, პირველი ისე გაგიჭირდა, მეთქი ვერა თქო, ვერ გაკეთე. გილოცავ, რამან გილოცავ. შენ ანგარიშზე უკვე 200 ლარია. არის. დაირჩე შემდეგ ის. რისი გეშინია ხა, რისი ამოსმის გეშინია? ყველაზე მეტად. აი რა არ გაგისწორდება ყველაზე მეტად რომ მოვიდეს. ორი იყოს. და რა შეიძლება იყოს ორში. მაგრამ შენ ორი დახმარება გაქვს ყველაფერთან ერთად. ეგ გაითვალისწინე ბიჭო, ეგ რა კაი რა. და ფული გერიცხება თან, ხო? გააჩნია რა დახმარება ამოვა. მოდის რაბანას ორი ნომერი. შევიხედები რა. არა. სასილარი რომ აქვს რა. ხადაობა. ცო, ამჯერად მართლა ჩურჩხელა. ხო და მართლა ჭამე. რატო იცი? ჩურჩხელა არის ყველაზე რთული საჭმელი მგონია მაქედან. და ყველაზე ის რა ქვია, სუხე. ეს რა ჩურჩხელებია? პატარა ბავშვი ჭუხავით რო რა? მაგარი ზომაა, ბიჭო. სხვათა შორის, როგორც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა თვლიდე რომ მარტივია. არა, საერთოდ. მე აზრით არ არის მარტივი. მე მაინტერესებს მოგწოს თუ არა ჩემი პატიოსნური თამაში. ძალიან მომწონს. მე აღფრთოვანებული ვარ შენი პატიოსნური თამაშით. მე ვიცი რომ წაგებულიც რო წავიდი აქედან დააფასებს და რაღაცა ტახას გამოყვათ მაინც. ბიჭო, ნახე მე მაგას წაგართმევდი, მაგრამ არ მიყვარს ტკბილი. მეც არ მიყვარს ტკბილი. და ძალიან მიჭირს. მეც არ მიყვარს განსაკუთრებით ჩურჩხელს. მე ტკბილი არ მიყვარს ძალიან. ერთად ტკბილი შეიძლება რა მომიდეს, იცი 1000 ერთხელ რძიანი შოკოლადი. 3 2 1 ძაფი არ უნდა დაჭამო, არ მაინტერესებს. ძაფი რომ მიაყოლოთ თუ შეიძლება. მე ღაზავები. ცუდია. ანუ გემრიელი არ არის თუ პიზდეცანი. ვერ ვღეჭავ. ვიცი. მაგიტომ მე გენდე რომ მითხარი რომ ჩურჩხელაა და ვიცოდი რომ ეგ იქნებოდა მთავარი პრობლემა. ყბები დაგეღლება ალბათ სასტიკად. მაგრამ რაბან უნდა იბრძოლო ბოლომდე. იმიტომ რომ უკადასახები გზა არ არის. შენ ადგილას ისე დახმარებას კი ავიღებდი დასაწყისში, მაგრამ ეხა უკვე გვიანია. გვიანია? სამწუხაროდ კი. სამწუხაროდ უკვე გვიანია. ყბილი რო გამოყოლო. აბა როგორ არის საქმე? აბა ყბები როგორ დაგვეღალა? ძალიან თუ ძალიან. ნუ ყბი. არა, ნუ ნახევარზე მეტი გაქვს ნაჭამი ნახევარ დროში, ასე რომ აუ რა პიზდეს, არ მომიდგენია როგორ გყივა ყბები. აუ საშინელებაა. არ იჭმება ბიჭო. მესმის, მაგრამ გაქვს დრო, მიდი. ცოტა დარჩა, მიდი. დიდი ლუკვებითაც ვერ გადაყვაპავთ ან რაღაცა ისეთ სტრუქტურა აქვს, რომ შანსი არ არის. ერთი წუთი გაქვს, არიჩქარო, გაქვს დრო და ბევრიც არ არის დარჩენილი, ასე რომ თამამად შეგიძლია იბრძოლო. მაგას რო აკეთებ გული მისკდება ბიჭო. გონია რომ კბილი გამოყვება ძაფს რო იგდებს იქედა. ეგ არის. მედი, აღარ დარჩა. მედი ეგ ერთ ლუკმაზე, ერთი კბეჩა. მედი, 23. იჟიაც მაო ეს ადამიანი როგორ ახერხებს ესეთ რაღაცებს. ბიჭო, შეიცოდე ცოტა ხანი საკუთარი თავი. არა, სულ რო გადაყლაპული არ ქონდეს მე გითვლი შესრულებულში. არ მოიკლა ბიჭო თავი. მე გითვლი მაგას შესრულებულში. არ იღეჭება ბიჭო. ერთას მიცავარ არ იღეჭება. მართლა. გადაუღეჭავი, გადავყლაპე. თითქმის ყველა. აი, როგორ უნდა ადამიანს ფულის მოგება ხედავთ? ევია.
იმენაკევია, ვისაც არ გინახავთ, ჩემ არხზე ამ წუთას დაიდო ბასტოს გამოსააშკარავებელი დეტექტიური ჟანრის ვიდეო, რომელიც ძალიან გამიხარდება თუ უბრალოდ გადახავთ. ხო შეიძლება რომ გავარკვევთ. აუცილებლად. თუ გადახავთ და ნახავთ მაგ ვიდეოს, უბრალოდ ნახავთ რამდენად ამაზრზენი და საზღარი ადამიანი არის და რამდენად დამოკიდებული არის რაღაცა ცუდ მავნე ჩვევებს. აქვე მაყურებელს ვეთქვი რომ აუცილებლად გადახვიდეთ რაბანას არხზე, რომელიც ლინკიც იქნება აღწერაში და გამოიწეროთ მისი არხი. ძალიან ბევრ შრომობს ადამიანი, წვალობს, ინდომებს და დავეხმაროთ, გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს, გვიყვარდეს ერთმანეთი პატივს სცემდეთ. გაიხარე კი არა და გაიხარე ცოტნე. რა მართლა ესეთი პასუხი უნდა გითხრას? როგორ იმას მართლა არასად არ გადახვიდეთ. დარჩით ჩვენთან, ჩვენი არხი გამოიწერეთ მარტო. ხო. არა მართლა მადლობა ცოტნე. ჩემი აქტიურობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც სენატა სპორტია, რომ რისი მერჩითაც მოსული ვარ. ჩემი სპონსორი არის და მიდგას გვერდში მოკლედ რომ ვიდეოები არ გავაჩენო. ზოგადად რაც მიხარია ქართულ YouTube-ზე დღესდღეობით ის არის რომ ბევრი სპონსორი გამოიხედა YouTube-ისკენ. ძალიან ბევრი კომპანია უდგას YouTuber-ებს გვერდით, შენ შემთხვევაში ეს სერტანტა, ჩვენ შემთხვევაში ეს არის ლუდისა და ბავარია, ჩვენი მეგობარი ლუდი. კარგია რომ უწყობენ ხელს YouTube-ის, ქართული YouTube-ის განვითარებას, იმიტომ რომ რავი, ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე კარგი პლატფორმა. საუკეთესო პლატფორმა რეკლამის გასაკეთებლად ალბათ. ფინანსუალე ძმაო. და სანამ შენ რეკლამას აკეთებ, შენ რა ნომერს ირჩევ? შენ ავირჩევ ნომერი ბიჭო, აი ნახე რა არის, ერთის მხრივ 8-იანს ვფიქრობ. იმიტომ რომ გონია რომ არც თუ ისე რთული რაღაცა იქნება, მაგრამ მეორეს მხრივ გონია რომ 5-იანში უფრო გემრიელი რამე იქნება. არ ვიცი. რა გითხრათ? სვარსკვლავების მიმოხრა დაკავშირებულია. მოხრა. კაი, ნომერი 5. ციფრ 5-ში მიმართლებდა თელეცხოვრება. გადაცემა 5-იანი მე ავიღე, მე 7-მა დამღუპა ჩემი. რაც არ უნდა ამოვიდეს, გაორმაგე და საკუთარ თავს დაუბრუნე. მე აღარა ვარ ჭარა ძმა რა. ბიჭო, რავი ისეთია თუ მარტივი საჭმელი. არა, არ დავიჯერებ რა, მატყუ არა ხარ დამანებით. მოსკოვში ძალიან მარტივი. ჩემნაირი გუწფელობით არ გამოირჩევი სამწუხაროდ. თორე ალბათ არა. მე არ ჭირდება. ხაშლამა. კაი, მაიტა. მილია ეს. აუ არა, ჩემი კარგი არა. რა ხელა დაჭრებია ბიჭო, ის გამოა ბიპო ძროხა ეგრევე? რა გიძულდა? რატო არ მომატყუე ბიჭო, მეგონა მატყუევდი. ხაშლამა არა. თან გამომშრალი აიჭო აროჩი. აუ დახმარება. აუ უეჭველი. კითხვის ნიშანი უეჭველი დახმარება? კითხვის ნიშანს თუ აირჩევ, რაღაც ჩელენჯი მოგივა და შესრულების შემთხვევაში დაგერიცხება ფული. ჭამა არ მოგიწევს. კაი, იყოს. მაგრამ შეიძლება სხვა რაღაც საერთოდ კაი, არა, იყოს. კითხვის ნიშანს ვირჩევ. რაც არ უნდა იყოს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უკან პროდიუსერები ძალიან ჰუმანური ხალხი არის და აუ აი ხა რატო წავიკითხე ხა მეცინება მაგის გამო? აი ხა ეს რანაირად უნდა გავაცინო ცოტნე ხა. ნახე, ყველას ასწავს თავის სპეციფიური იუმორი ხო აქვს რა და ყველას რაღაცას ვახ, კარგი. აკვე გეტყვი რომ ძალიან მარტივია შემოცინება. კეთილები. ზოდიაქუთი რა ხარ? სასწორი. სხვათა შორის სასწორის ვარსკვლავებთან მიმოხრა ძალიან დაკავშირებით. აბარა! გამარჯვება და იგივე დააკეთა მაინც რა. აბარა, კომსიტა. ვა, ხუცებ. რაღაცეება წამიღოს. დამფალი კაცი ხარ. მე ყველაფერი წამართვა. ეხლა ვაფშე რა ხელათია თო. ამას ხო არ ვჭავ. თქვენ გენაცვალე. მე ჩემი ხელით მოვიდა. ჩემი შეჭო. კითხვის ნიშანმა გადაგარჩინა ძმაო. გულწრფელად არ ველოდი რომ გაგეცინებოდა ცო. არა, ნუ ბიჭო, მარტივია. ჩემი გაცინებაც მარტივია. ზოგადად არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც თითქოს შეუძლია შეკავება და მე კიდე ნუ აი მაგას გამიმართლა გუდიშა არ მიდგას წინ ალბათ ხო? გუდიშასთან გაგიჭირდება. ო, მე მახსოვს იქ. მაგას შეუძლია. რა ამბები ჩაატარა ჩემი. კითხვის ნიშანმა რომ გადაგარჩინა, ჩვენ გვაქვს ესეთი ჩელენჯი გვინდა შევთავაზოთ მაყურებელებს და მე ძალიან ყურადღებით ისმენ. ძალიან ყურადღებიანი ხარ შენ, მიყვარ ხარ. მეგობრებო, გათამაშება გვაქვს თქვენთან მაყურებელთან, თქვენ დაგვიწერეთ კომენტარებში ჩელენჯები, რომელიც გსურთ რომ მოხდეს კითხვის ნიშნის უკან, რომელი მაყურებლის კომენტარიც გაიმარჯვებს, მას გადაეცემა საჩუქრად ლუდისას და ბავარიას 2 ნაკრები. ეს არის ორი ცალი ესეთი შეკვრა, ხო? ხო, აბა. მაგარია. გემრიელად ჩიფსად შეჭამენ, ლუდს დალევენ, კომენტარებს გააგზელებენ წერას, არ ყვარასთავაში მოდის და ყვარასთავაში.
აბა რა ბიჭო, აბა რა ჯიჯი რა, აქავალ ბოცოხე, დამიძახეს, რომელს გამიწევს ხადახა. ხო, ისე ჯერ კიდე მინუსებში ხარ. ჯერ კიდე მინუსებში ხარ. ეხლა რაც არ უნდა ამოვიდეს კარგი. პირდაპირ გეუბნები რო კარგია. მაგრამ ჯერ იცი რო გულწრფელად მეტყვი და მაგასაც დავაკვირდები. არა, მოდი 4 იყოს. და ბოლოს 8-ს დაგიტოვებ და ჩამეთქი და 8 წალი რაც იქნება. მაგრამ დახმარება მაქვს. დახმარება მეც მაგ კიდე ერთი. მაგრამ შეიძლება მან ჭამა მაინც მოგიწიოს, ხო იცი? ნუ მაქსიმუმ ულუფა განახევდეს, აი ეგ მაგაში შეიძლება გაგიმართოს. რა შეიძლება იყოს მაგაში? ვერ გეტყვი. აი რო გავხსნი გეტყვი. ბიჭო, ისეთი რაღაცაა, რომ დაჟე ეგ დაგჭირდა რომ გაგეგო რა არის? არა, ეგ არ დამჭირდა, უბრალოდ იმას ავქენ. აქ არის 4 ცალი, აი ეს რა ქვია იმას? ჭვიშტარი ხო. აღსანიშნავია რომ დიდი ზომები არ არის. პატარა 4 ცალი ჭვიშტარი. მე როგორც ეგან არ მოგატყვე, არც ეხა არ გატყვე. მე მგონი სამაგისო დობა უნდა მქონდეს. მე მგონი ღირსი ვარ. მაგრამ შენ ვიანი რო წამართო, მე ვაფშე დებილი მივრჩევი, არა, უნდა წაგართო. შანსი არის. ბიჭო რა არის, იცი, ჭვიშტარი დიდად არ მიყვარს. ეგ არის პრობლემა. და პროსტა პირველად მოგატყვე. რა არის? არა, ეგ არის. არა, დიდი ზომებია ეხა ზომაში მოგატყვე. არა, ზომები? აუ ხო. ზომა მოგატყვე ერთადერთ, თორე ის არ მომიტყვებია რომ რა იყო და როგორ იყო. და ცხელია სხვათა შორის, გაგიკვირდება და რავი, მე მგონია რომ შეგიძლია ეხა. ეს კითხვის ნიშანი, ესე იგი შენზე არ არის. შენზე არ არის. ან სტუმარზე არის მორგებული, ხო? და კიდე მინუსაში 100 ლარში ხარ. ერთი დახმარება მოგდარჩენია. დახმარება გადარჩე. ტრეფიკის სხვების ხო არა ხარ ამ ყველაფერთან ერთად რომ ვიცოდე მაინც რომ გავიტანო აქედა კიდე რამე წავიღო. მე ვარ დილემის წინაშე. მე მაქვს 8 ცალი რაღაც საჭმელი არ ვიცი რა. ჩემი აზრით ორივეც შენი წასაღები არის. ხო, მაგრამ დახმარება ამაზე გამოვიყენო. თუ 8 ცალზე აი მაგაზე ვდარდო მე მივხვდი. ხო და ამაზე გამოვიყენებ დახმარებას. მე გამოვიყენებ გუდისას დახმარებას, მოდი იყოს წითელი გუდისა. ჩახეთქე ბოლომდე და 100 ლარს გიმატებძე. გეკონა რომ განახევრება მოგივიდოდა, ხო? განახევრება ან ის რა ქვია არ ჭამოდა. რა გინდა ძმაო, საკმაოდ ამოქაჩვის ისა გაქვს. კარგი, 3, 2, 1. ეგ დამემართა მე იმაზე რა ქვია რა ერქვა ამას ნაღებზე როგორც კი ჩავკვიჩე ყელში არ გადადის შანსი არ არსებობს ამის აი იმენა შანსი არ არის ახლა გიშველოჩო რა ვისიამოვნე მაინც რა პროცესით ჭამით სხვა გზა არა გაქვს ზამთრისას გაკაჭო ყვაპავ ყველას მაწონის გარდა ყველა იყო მშრალი მაწონი რომ მშრალი ყოფილიყო და მაწონის რო ის ყოფილიყო სპეციალურად ჭამ გადაცემისთვის გამომშრალი და ყალიბი რომ მოსულიყო შეუძლებელია ხო ეხა მინუსი კიდე ეწერება? ნახევარი მჭადი ვერ შებრამე. დავნებს ძმო აზრია რა. განა ბევრი ან რამე. შეუძლებელია. ვახ, ჩემი. ყველაზე ცოტა მე მიმაქვს როგორც ჩანს ამ გადაცემით. ავტომატურ რეჟიმში 8 და 8 ცალი ალბათ იქნება. აქეთ მხარე ხა, აქეთ რავი, გაწირვა უნდა იყოს. 8 ცალობიანი რო ამოაგდო აი აროჩი გავარ. ბიჭო, გონია რომ იქნება. ყველა ვარიანტში ძართულია. იმედია მჟავე არ იქნება. მჟავე 8 ცალი პამიდრები ზამძიმი საჭმელი. იქნება პატარები. არ იქნება პატარები. პაკაპუკუჭი. ჩერის მსგავსად თუ იყო კიდე შესაძლებელია, მაგრამ დიდი 4 ძართული საჭმელი იქნება. შენ მიხარი ხა, აზარტი გინდა და მოგატყუო რა იქნება თუ გულწრფელად გითხრა და რა მნიშვნელობა? დიდად არ აქვს რომ მაინც უნდა ავიღო. მაინც იღებ დაჟე. ასბროთ უეჭველი. ან ყველაფერი. ან არა. ან ყველაფერი. ან ყველაფერი. აუ ბიჭო რა უნდა იმე რა დებილური წაგება. არ გეტყვი. აზრი არ აქვს მაიტა უკან, ჰა. აიღე. თუ მიგაქვს აიღე. მიმაქ. ბიჭო რატო არ გამიმართლა არაფერში რა? ოპა. ხალი ამოვიდა, გაგიხვიდება და დახმარებას გამოვიყენე. საუნამუსოა. რა უნამუსოა, ბიჭო. ძალიან იზი იყო მართლა. ანუ გეხვეწები რა, მომზადებული რომ დავხვი ხოლმე რა. მართლა. მე მომზადებული. აი ესეთი შემდეგ გადაცემაში და მოვალ და მოგხედავ რა. რა უნამუსო. ხახვის და არაჟნის რაც მიყვარს იმას ავიღებ. კი ბატონო. არაჟანი ხახვის დახმარება. ულუფა განახევა და მაგრამ თუ გინდა ბოლომდე ჭამე აი დარდი. მაინც რომ სავჭამო ბოლომდე პრობლემა არ არის ესე ხო? 4 ცალი შეგიძლია შეჭამო და ეგ არის. არა, ეწამე. და არ ჭამო. 4 ცალი საჭმელი და თუ გინდა ცეცხლე ბოლომდე თუ გაგისწორდება. 4-ვე. თუ არა და 8-ვე. 8-ვე. всё, კაი. 3 2 1 წავიდა. აი ესე მეგობრებო, დავრჩი არაფრის გარეშე, ფული მაქვს დასადები, ალბათ ხელფასიდან ჩამომაჭრია. რაბანამ კიდე გაიგდო ყბაში ყველაფერი, მოიგო 650 ლარი, მოიგო ხალხის გული, წავა სახლში. მოიგო ხალხის გული, კომენტარებში თუ შეიძლება გულები გავუსპამოთ და ეს იყო და ეს დღეისათვის. სულ ეს იყო, კარგად ვსამთრ. მესამთავრებო, არა, მესამეზე უკვე ძალიან
რა, ის არის ამძაღდი. ამძაღდი. მესამეა და 2 წუთი გაქვს. თუ კიდე 1 წუთი დაისვენე და მე ჭამე მეოთხე. შეცნერულობა არ შეერბაცო. კიდე გაი ბლუდი მაინც მიდევს და ეგ მავშვიდებს. მე მინდა ჭამე. ხოდა ეგრე. მაგიდა სპეციალურ ბინძული იყო. მე მკიდია 650 ლარად. ბანკრაპტია თუ კიდე ნახერხი დამიდე ხა იმასაც ჭირდა. ბიჭო რა საშინელება, ჩემი რა დებილურად წავაგე. შემდეგ სტუმარს შენ ჯინაზე გავანადგურებ. ვისაც რა გინდა ის გიქნია დაგიხუცია თუ გინდა მე კი მივდგარ ხა. 650 ლარი. ავი ნახია მო. ეს ქეშდება ეგრევე? ეგ პროდიუსერთან ლალისთან ლალი ხედავს მაგ საკითხებს. აი დავქნე ხან გავწერო მე ცუდი ამიჭამა დაღიზიანო ცოტა სექსუალურად ჭამატო. სექსუალურად რომ ერთად. on დროისკენ არ იყურო. აი იქეთ გაიხედეთ, აი თუ ისე თუ მოახერხებ რომ ბოლო წამებზე შეჭამო. არა პრობლემა მე ახსნე ვიჩქარებ. როგორ მოასწრო ჭამა ეხა გადაუგა იქნება. იზი ფიზი ლემონ სკვიზით. მე მართლა გისურვებ რომ გაძლიერდე, მოჯანსახდე, თუ რამე შემიძლია ნომერი მოგცე იქ იმის რომ გამოიჯანსაღო თვა. აჰა. ეგ არის შეასრულა. ბანკის გადასახდელია სხვა შორის ზუსტად დაახლოებით 100 ლარი დავუმატეთ მაგდენი. ისე და ხო იქით ვებდე 200 ლარი ხო არ გაქვს გასასტუმრებელი მოხდა. შეძმობა სპეცა ვარ, აი ამ წამს დამინეკეს და გადავრიცხე. გეპიცები რა. რა გილოცა 650 ლარით. ვაუ ძალიან მაგარი შედეგია. მე არც ერთი კაპიკი არ მენანება არასოდეს მო. მართლა გულიანად კარგად იბრძოლე, ძალიან რთული ისინი ამოგივიდა. უცებ გამოვივლე ბოდიში ძველი ჩვევაა დაუბერდი უკვე. ყველაზე მეტი მოიგე. რომ מחარას თუ არ ჩავწეთ, იმიტომ რომ מחარას 600 იქონა მოგებული. ესე სუბთა ჩისტად. ჩისტად თამაშიდან. ხო. არა რაღაცა, ხო. კი ბატონო. დამატებითი 200 ლარი ატლოკვაზე და ეგეთები არა. არა, გასაგებია, კი. შენ ხარ ყველაზე ძლიერი ჯერჯერობით ამ გადაცემაში. შევხედოთ რა იქნება მომავალში. ხო, მე მადლობას გადაგიხდი პირველ რიგში, რომ ესეთი იზი ფული მართლა ცხოვრებაში არასო, აი რაღა გავიარე და დამხვდა წინ ის ჩემი სიკეთები, რაც გამიკეთებია. რაღა ეგ ქვაზე ვიპოვე და რაღა აქ მოვედი. გისურვებ ბევრ გამომწერ სოტნე, ბევრ გამომწერთან ერთად ალბათ გისურვებ ამ გადაცემის სტაბილურობას, რაც შეიძლება დიდხანს. რომ ხოხტები განაგრძო და რაც შეიძლება ბოლომდე რომ ეს მისი მართლაში კალატოზების თარეში დავთავრდეს ბოლო ამ ქვეყანაში. მადლობა, კარგად იყავით. უღრმეს მადლობა რაბან, სულ ეს იყო გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო, დაგვიწერეთ კომენტარები, მიიღეთ გათამაშებაში მონაწილეობა და მომავალ შეხვედრამდე. გაგიმარჯვოთ.